შევადარეთ ყველაზე დიდ და იაფიან ქსელურ მარკეტებში, ქართულ ორნაბიჯში, გერმანულ ალდისა და ფრანგულ კარფურში კონკრეტული პროდუქტის ფასები და დავთვალეთ რამდენი ლარი დაჯდება ერთი და იმავე პროდუქტების ყიდვა საქართველოსა და გერმანიაში, ასევე საფრანგეთში. დასაწყისისთვის იმისთვის, რომ ეს ერთ-ერთი შეადარო პროდუქტები ხარისხიც ერთი და იგივე უნდა იყოს და შეამოწმეთ, სად არის წარმოებული ის პროდუქტი, რომელიც ორნაბიჯში დევს და სად არის წარმოებული პროდუქტები, რომელიც გერმანიაში, ალდიში და საფრანგეთში კარფურში დევს. დავიწყოთ იმით, რასაც თითქმის ყველა ოჯახი მოიხმარს. ბრინჯი საქართველოში 2 კილოგრამი 4 ლარი და 80 თეთრია. საფრანგეთში 4 ევრო და 39 ცენტი, რაც 13 ლარი და 82 თეთრის ეკვივალენტია. გერმანიაში 4 ევრო და 59 ცენტი, ანუ 14 ლარი და 14 თეთრი. ორივე შემთხვევაში ბრინჯი საქართველოსთან შედარებით თითქმის 3-ჯერ ძვირია. ეხლა დავითვალოთ რამდენი აქვთ შემოსავალი საფრანგეთში. ყველაზე მინიმალური ხელფასი 1440 ევროა, რაც 4532 ლარია. ასევე გერმანიაში მინიმალური შემოსავალი ყველა გადასახადების გამოკლებით ხელზე ასაღები არის 1660 евро, რაც 5225 ლარია. საქართველოში კიდე მინიმალური ხელფასი გაურკვეველია, მაგრამ ზოგადად კონსულტანტებს 800 ლარი აქვთ, იქიდან 22% აკლდებათ და სახლში მიაქვთ 624 ლარი. ანუ თქვენივე ენაზე 6-ჯერ კი არა და 7-ჯერ ნაკლები ვიდრე ფრანგს და 8-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანელს. კონკრეტული მწარმოებლების შოკოლადი საქართველოში უფრო ძვირი ღირს. შოკოლად მილკას სამფილა საფრანგეთში თუ 14 ლარად და 46 თეთრად, ანუ 4 ევროთ და 59 ცენტად იყიდით, საქართველოში ბევრად მეტის 16 ლარის და 50 თეთრის გადახდა მოგიწევთ. თუმცა 1 კილა ნუტელას ფასი საქართველოში 17 ლარი და 95 თეთრია, ხოლო საფრანგეთში 7 ევრო და 55 ცენტი, ანუ ეს 23 ლარი და 78 თეთრია. ეხლა კიდე ისიც შეამოწმეთ, აი ნებისმიერმა თქვენგანმა გადით მაღაზიაში ორნაბიჯში, ორნაბიჯის პროდუქტები შეადარეთ და ნახეთ, სად არის ის მილკა და ნუტელა წარმოებული. იმიტომ რომ გერმანიაში თავადი წარმოება ნუტელა და არ ამგონია იტალიიდან და გერმანიიდან ეზიდებოდნენ საქართველოში ნუტელას, იმიტომ რომ თუ არ ვცდები, ნუტელა თურქეთშიც იწარმოება და შეადარეთ თურქეთის ფასებს და არა გერმანიის და საფრანგეთის. ეს იქნება მართებული. იმისთვის რომ ფასები შეადარო, ხარისხიც ერთი და იგივე უნდა იყოს, შემოსავალიც, ანუ მყიდველოვნარდიანობაც ერთი და იგივე უნდა კონდეს ადამიანს და ცხოვრების დონეც.